გამარჯობა, ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერში ვიწყებთ ინტერაქტივს, რომელსაც ვუძღვები ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია. ამ დროიდან შეგიძლიათ უკვე დაგვირეკოთ ნომერზე 557 88 55 88. აფხაზეთის ომის დაწყებიდან 33 წელი გავიდა და დღეს ჩვენ ამ გადაცემაში ვსაუბრობთ არსებულ ვითარებაზე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით. ინტერაქტივი შეკითხვა იქნება: რა კეთდება იმისთვის, რომ გამთლიანდეს საქართველო? თუ ამჩნევთ სათანადო ნაბიჯებს, სათანადო ძალისხმევას, როგორც ხელისუფლების, ასევე კონკრეტული სამინისტროების მხრიდან, რომ საბოლოოდ გადაიჭრას ეს პრობლემა. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას დამატებით თქვენი აზრით იმისთვის, რომ ქვეყანა გამთლიანდეს და ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, იმიტომ რომ ძალიან დიდი დროა გასული უკვე. ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტად ვშორდებით ცხინვალს და სოხუმს, აი 33 წელი გავიდა უკვე სოხუმის ომის დაწყებიდან, გვახსოვს ეს პერიოდი ძალიან კარგად, განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლებს ახსოვთ, მე ნაკლებად შემიძლია პირადი მოგონებების საფუძველზე გავიხსენო რამე ასაკიდან გამომდინარე. რა შეხედავთ გამოსავალს, რა გეგმა უნდა დაისახოს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ქვეყანა გამთლიანდეს. აფხაზეთის ომის დაწყებიდან 33 წელი გავიდა, რა კეთდება ქვეყანაში იმისთვის, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. ეს იქნება ჩვენი შეკითხვა დღევანდელ ინტერაქტივში. 10,000 ქართველი დაიღუპა ამ ძალიან ძიმე სისხლიან ომში. მთლიანობაში 13-14,000 ადამიანი დაიღუპა მეორე მხარეს და მათი თანამებრძოლებიც აფხაზეთის მხრიდანაც და ვიცით რომ სხვადასხვა ჯარისკაცებიც ქვეყნებისა უერთდებოდნენ აფხაზებს და მხარს უჭერდნენ მათ შორის რუსები და აქვე აღსანიშნავია ისიც რომ ძალიან ბევრი საუბარი ისმის წლების განმავლობაში რომ სწორედ რუსეთშია გასაღები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის. ამას ეთანხმებით და თუ ეთანხმებით, მაშინ რატომ დღემდე არ ცდილობს ქართული სახელმწიფო რომ წამოიწყოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით პირდაპირ დიალოგი სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან. რას ფიქრობთ ამ საკითხებთან დაკავშირებით? შეგახსენებთ, რომ დღეს ამ თემას იმიტომ ვაყენებთ ჩვენს გადაცემაში, რომ 33 წელი გავიდა აფხაზეთის ომის დაწყებიდან. რა კეთდება, რა არ კეთდება? ანუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანამ აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა. სტუდიის ტელეფონის ნომერია 557 88 55 88. ჩვენ შეგვიძლია პირველი ზარები უკვე მივიღოთ, ახლა ხაზი თავისუფალია, როგორც მემანიშნებენ და დაგვიკავშირდით თავისუფლად. პირველი ზარე უკვე შემოვიდა, გისმენთ ყურადღებით. გამარჯობა, მოგესალმებით. შამოხდარები თურქები ირანელები აფხაზეთში მოსულები შემოშეგირდება შეიძლება გამაგებინე და სამომრიშო კი ბატონო მადლობა თქვენ ზარისთვის. აი მაგალითად ქართული ოცნება 13 წელია ხელისუფლებაშია. თუ გაიხსენებთ რაიმე ისეთ ქმედით ძლიერი ინიციატივას, რაიმე წინ გადადგმულ ნაბიჯს, რაც მათ განახორციელეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით. თუ არა, მაშინ ეს ძალიან დიდი პრობლემაა და მეც ვერ ვიხსენებ სიმართლე გითხრათ რეალურად რაიმე ქმედით ნაბიჯს, ვერაფერს ვერ ვიხსენებ. კი, რაღაც პროგრამები არსებობს, რომ სპეციალური სამინისტრო გვაქვს, აფხაზეთის მთავრობა გვაქვს, რომლებიც თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში თავს არ ზოგავენ და ყველაფერს აკეთებენ მკურნალობა აფხაზეთისთვის, რომლებიც გადმოვლენ უფასოა, ეს კარგია, მაგრამ უფრო მეტი ბერკეტი ხომ არ უნდა მიეცეს აფხაზეთის მთავრობასაც, რაც საქართველოში არსებობს. უნდა მიეცეს თუ არა შესაბამის შერიგების სამინისტროს უფრო მეტი ძალა, უფრო მეტი ბერკეტი, უფრო მეტი ინიციატივები უნდა წარმოადგინონ თუ არა ცენტრალურმა მთავრობამ რა უნდა გააკეთოს, რომ გადაიდგას ნაბიჯები ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, თორემ ძალიან სწრაფად გადის ეს დრო და ბოლოს აღმოჩნდებით ისეთი ვითარების პირისპირ, როდესაც უკვე ყველაფერი დასრულებულია. ზარია, გისმენთ?
გამარჯობა, გისმენთ. არ არის კავშირი, სტუდიის ტელეფონის ნომერია 557 88 55 88. აფხაზეთის ომის დაწყებიდან 33 წელი გავიდა დღეს. რა კეთდება თქვენი შეფასებით იმისთვის, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს? ეს არის დღეს ინტერაქტივში მთავარი თემა, მთავარი საკითხი, ყველაზე მნიშვნელოვანი და ემოციური თემა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. მართალია დღეს ხდება გარკვეულწილად დავიწყება, გადაფარვა ამ ყველაზე მთავარი თემისა, მაგრამ მაგალითად ობიექტივი და ჩვენი მაყურებელი ამას ასე იოლად არ მივიღებთ, იოლად კი არა, საერთოდ არ მივიღებთ. ზარია, გისმენთ? ილია, გამარჯობა. მოგესალმებით, დიახ. ნუ რა შეეხება ამ ჩვენ თავრობას მერტიტი პროპაგანდისტი რავი, რომ 13 წელია, რომ ეგენი არც მისულა. არც ჩამოუწმელიათ ხელი, არც მარტო ყავით თქვენი პარტია, მე ხომ აქვს ყველაფერი. და როგორ შეგჭამეს მე აქ რო ჩამოვიდნენ თქვენი პარტიის წევრები, რომ რაღაცა საგვარ აგურს დებდნენ, აგურს და აი ზურგის უკან დანა და ცული ჩააგდეს რა. აი ეს არის თქვენი ქართლობა, რომ ამ თავრობას არ უნდა თქვენზე წინ რომ თქვენ რო წინ გახვიდეთ და პოლიტიკაში ხახმა ხმა რომ მოხსენ, ომია შვი და ბოღმა. თქვენ იყავით პირველები დიალოგზე. აბა ეს თავრობა ჩადიოდა, არავინ არ ჩადიოდა. და ეს ხახლო დაამიჯერეთ რომ მე ყოველთვის აი უნამუსო კაცი იყო. ნებისმიერ ტელევიზორში თქვენთან რომ გამვალ, სულ ვიტყვი ამას. ძენი ხალხი ვართ. და პატრიოტებს და კონსერვატორებს და სხვა პარტიასაც მივიცეთ ხმა, თორე ხალხი ესე დავიღუპებით ამას მე აი არჩევნებამდე გავიმეორებ. და არავის არ ეგონოს მე პროპაგანდისტი ვარ ამ თქვენი პარტიის. მადლობა თქვენ ზარისთვის, გასაგებია. გეთანხმებით იმაში, რომ აი ბოლო 13 წლის განმავლობაში თუ რამე ისეთი მნიშვნელოვანი გაკეთდა ჩატეხილი ხიდების აღსადგენად, ეს მეც მახსენდება ერთადერთი ირმა ინაშვილის, გიორგი ლომის, ანუ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია იყო ეს პრაქტიკულად. ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი, ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომია ჩავიდნენ სოხუმში და გადააბრძანეს იქ ღვთისმშობლის ხატი. ძალიან თბილი იყო დახვედრა ადგილობრივების მხრიდან, მაგრამ როდესაც უკვე ეს ყველაფერი გაიგეს აქ საქართველოში მტრებმა, მტრულმა ძალებმა, მაშინვე რაღაცა ესეთი კამპანია გააჩაღეს, რომ შემდეგ ეს სოხუმშიც ასეთი ფორმით წარმოაჩინეს იქაურმა ბოროტმა ხალხმა, იქაც ყავთ ბოროტები და აქაც ყავს ბოროტები და საბოლოოდ მოხდა ისე, რომ ეს ხატი უკან დაბრუნდა. თუმცა ფაქტი და ინციდენტი რაც დაფიქსირდა, ეს იყო ერთადერთი ოფიციალური პირი ჩვენი ქვეყნისა, ჩავიდა სოხუმში ხატით და მართლაც სოლიდური ნაბიჯი გადაიდგა მაშინ და ამას მართლა კარგად შეხვდნენ სოხუმელები და აფხაზები. იქაური ბოროტი გამონაკლისების გარდა, რა თქმა უნდა. ზარია, გისმენთ? ისმის ჩემი ხმა. კარგად ისმის, გამარჯობა. მოგენაცვალე. მოგესალმები. ალბათონო, დღეს ასეთი შეკითხვა გვაქვს. თქვენი შეფასებით, თქვენი აღქმით, დაკვირვებით, რა კეთდება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და რა უნდა გაკეთდეს, ამასაც თუ დაამატებდით, კარგი იქნება. აი, ჩემი სუბიექტური აზრია. დიახ. არაფერი არ კეთდება სამაგისტროთა. არ საქმე შეძლებაში რომ რამე გაკეთდეს. დიახ. დიახ, განაგრძეთ, გისმენთ? განაგრძეთ, თუ დაასრულეთ. მე ვიტყოდი, რომ დიდი რუსეთი რაც საქართველოსთან კავშირი ჰქონდა რუსეთს, ყოველთვის ჩვენი ვიყავით მისი მხედველობის ქვეშ. ჩვენი გაძლიერება დილას რუსეთს არ საინტერესებდა. ამას ისტორია გვეუბნება ჩვენ. ამისათვის ვთვლი, ჩვენ ვართ პატარა ნაგლისი ქვეყანა, მაგრამ საინტერესო ზონაში ვცხოვრობთ, ურად საგებში, ახლა უკვე
გეოპოლიტიკური გადამაწილება რომ მიმდინარეობს დიდი სახელმწიფოების ინტერესებში მოხდის ჩვენგან. რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ გათმობს ზედა აფხაზეთს და შავ ზღვას. ჩვენ დამოუკიდებლად ეგრევე ვიყოთ, მაგრამ რეალურად ჩვენ მართლა დამოუკიდებელი არ ვიხდებით ჩვენ ტერიტორიაზე. მას ვინც არ აწყობს, არ ჩამოხდობს იმას. ანუ ხელი ჩავიქნიოთ ხალბატონო და დავემშვიდობოთ ერთი წუთით. კეთილი, თქვენ ამბობთ, თქვენ ერთი წუთით მომისმინეთ. მომისმინეთ, გესმით ჩემი ხმა ერთი წუთით. გესმით? ზონაში ვართ. ბედის ირონიით ასე ვართ, ჩვენ და ასე მოვდივართ და შევეგუოთ უნდა და უკეთესი მდგომარეობა. არა, რას ამბობთ, არა, რას ლაპარაკობთ, რა შევეგუოთ? მადლობა, ნახვამდის, არც გინდათ მოსმენა არაფრის, არც დიალოგში შემოსვლა გსურთ და არც კითხვა-პასუხის რეჟიმი გნებავთ. შევეგუოთ უნდა აფხაზეთის დაკარგვას, ამას ამბობთ თქვენ, ეს დღეს მოღალატეობრივი განცხადებაა. ეს საერთოდ არც კი უნდა გაივლოთ აზრად. რუსეთი არ დათმობს და შევურიგდეთ, ესე იგი ყველაფერს, ხომ? ამას ამბობთ. თუ ის უნდა თქვათ, რომ პოლიტიკოსები იმისთვის არსებობენ საქართველოშიც და მსოფლიოშიც, რომ დიპლომატიური გზა გამოძებნონ. ჩვენ რაღაცა უნდა დავთმოთ, იმათმაც რაღაც დათმონ და საბოლოო ჯამში გამოვიდეს საქმე. მაგალითად, საქართველოს თქვას, რომ სამარადისოდ უარს ამბობს ნატოში გაწევრიანებაზე. ოღონდ დაიწყოს სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობების აღდგენა. აი ამ პირობების დაყენებით შეიძლება რუსეთიც სამოვიდეს რაღაც დათმობებზე. და კიდევ ბევრი რამ შეუძლიათ მოიფიქრონ ჩემზე ჭკვიანებმა, ამ სფეროში ჩემზე ჩახედულებმა და ბრძენმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც ყავს ჩვენ საქართველოში. შეიძლება მთავრობაში არ არიან ესეთები, მაგრამ ყავს ნამდვილად. ზარია გისმენთ. მოგესალმებით, გამარჯობა. მაპატიეთ ემოციისთვის, ეს ჩემთვის ძალიან კილნეული განცხადება იყო. ნამდვილად. ჩემთვისაც ესეთი სიტუაცია არის და პირველ რიგში ხალხის მარადიული გახსენება მინდა თქვა, ვინც ყველაზე ძვირფასი გაწირა ჩვენი ქვეყნისთვის და ერისთვის. ერთიდან ყველაფერს 33 წლის უკან ხოლმე 33 წლის წინ დაიწყო ზუსტად 14 აგვისტოს საომარი მოქმედებები მათი სულები ის შეიძლება მოსაუბედურება. დიახ. ერთ-ერთი თემას რა თქმა უნდა ხა ყველაზე ცუდი ის ხდება ჩვენს ქვეყანაში რომ ხალხის აზრი ცოტა მეორე ხარისხოვანად დგას. და უბრალოდ აი სახელმწიფოებრივად ალბათ რა ბევრი რამეა საჭირო იმისთვის რომ გაალაგდეს ურთიერთობები და ქვეყანა აღდგეს და დაუბრუნდეს იმ დროს და პასუხს რაც ოდესღაც იყო ჩვენ ქვეყანაში. დიახ. მადლობა. დაასრულეთ? მადლობა. გასაგებია თქვენი შეფასება. აფხაზეთის ომის დაწყებიდან 33 წელი გავიდა. სწორედ 14 აგვისტოს საქართველოს შეიარაღებული ძალები შევიდნენ აფხაზეთში. მაშინ იყო ასეთი მიზანი, რომ რკინიგზის დაცვა უნდა განხორციელებულიყო და აი აქ წააწყდნენ ისინი უკვე წინააღმდეგობას და სწორედ 14 აგვისტოდან ეს თარიღი ითვლება აფხაზეთის ომის დაწყების პერიოდად. რა კეთდება იმისთვის, რომ აღდგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, რა უნდა გაკეთდეს? ეს არის დღეს ჩვენი თემა გადაცემაში. გისმენთ? დიახ, გამარჯობათ. მოგესალმებით. დიახ. აი მაგალითად მიდათ რამდენად ლაბორატორიაც. დიახ. რაც შეიძლება იმ შეკითხვას რომ რა კეთდება გრონდელი თავობის პირობებში არც არაფერი არ კეთდება. საერთოდ. ეხლა ეს პირველი. ეხლა რაც შეიძლება თქვენს მოსაზრებას და თქვენ ვფიქრობთ რომ აი განავიდეთ პირდაპირ მოლაპარაკებებზე და რაღაც ესეთი. ეხლა მეგეთქვი ჩვენ რომ ძალიან პურისმეზე გამეცით პირდაპირ ეთერში ამაზე პასუხი. დღევანდელი აფხაზეთის მთავრობა არის მარიონეტი. ვთქვათ, რომ აი პუტინის ხელის ბიჭები მართავენ დღევანდელ აფხაზეთს. თქვენ როგორ გონიათ? ხელის ბიჭებთან პირდაპირ საუბრით პუტინი დათმობს რამეს?
ამაზე მიპასუხეთ პურის მერე და ჩემს მოსაძებელობას გეტყვით. პირველ რიგში მე მინდა გითხრათ ასეთი რამ, ეს ტერმინოლოგია, რაც სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაინერგა, მარიონეტი, მონა და ასე შემდეგ, სოხუმის და ცხინვალის მართველი პირების მიმართ, ძალიან გამაღიზიანებლად ისმის სოხუმში და ამ დაპირისპირებას აღრმავებს უფრო მეტად. ამიტომ ჩვენ ფრთხილი სიტყვები უნდა გამოვნახოთ ძალიან. ისე რომ ჩვენი ინტერესები ეგრე გამოდის. რა გამოდის და როგორ ეს პირად საუბრებში შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, მაგრამ სატელევიზიო გამოსვლების დროს ძალიან ფრთხილი ტერმინოლოგია უნდა გამოვიყენოთ. კი ბატონო, სხვანაირად დავარქვათ სახელი მაშინ რამე, მაგრამ ეს არაღიარებული მთავრობა, მე ასე ვიტყოდი. ან ფაქტობრივი მთავრობა. მაგრამ როცა ხარ, მაშინ ძილასთან ლაპარაკი არ გამოდის. პირველსულ ლაპარაკი ინტერესებია გადამწყვეტ. აბსოლუტურად გეთანხმებით, ამიტომ ჩემი აზრით და შემდეგი ბოლოს რეალურად საკითხის მოგვარება თუ გვიდა დიახ. სოფლიოს დემოკრატიული საზოგადოება შევაწუხოთ უნდა მაქსიმალურად ჩვენი საელჩოები, ჩვენი პოლიტიკოსები ავამოქმედოთ უნდა ყველა პარტიასთან ერთად. დიახ. არ არის მნიშვნელოვანი მაინც რომ მართველი პარტიიდან მოხდეს. დიახ. სულიანად მთელი პარტიული სისტემა გაერთიანდეს ქართულ დელეგაციებად და დემოკრატიულ სოფლიოს წნეხის ქვეშ ვამყოფოთ უნდა ყოველი დღე რომ ჩვენ ვართ მართლები დაგვიდექით გვერდზე და ვაიძულოთ რუსეთის ფედერაცია რომ წამოვიდეს დასმუნდა. დიახ. მადლობა თქვენ ხარისთვის. კი. ამას ვიქნებ ყველაზე გამოსავალი. საინტერესოა, კი ბატონო, გეთანხმებით ამაში. იმაშიც გეთანხმებით, რომ დღეს სოხუმში და ცხინვალში არსებულ ფაქტობრივ ხელისუფლებებთან, რომლებიც დე ფაქტო არიან, საუბარი შესაძლოა არ იყოს გამოსავალი, ამიტომ მოსკოვთან საუბარიც საჭიროა. ეს სამი ერთად უნდა საუბრობდეთ პირდაპირ დიალოგის ფარგლებში. ჩემი აზრით, არ ვიცი თუ ვწდები, შემისწორეთ, რა თქმა უნდა, სხვა მაყურებლებს და რადიომსმენელებს მიუმართავ. თქვენ თქვით, რომ დიპლომატია უნდა გააქტიურდეს. მთელს მსოფლიოში ყველას 24 საათი უნდა ვესაუბროთ, როგორც ევროპაში, ამერიკაში თუ აზიაში, გინდა აფრიკაში, რომ ეს საქართველოს ძირძველი ტერიტორიებია. და მე კიდევ ერთს დავამატებდი ახლა, დიდი ფული უნდა იხარჯებოდეს იმაზე, რომ პროპაგანდა იქნას გაწეული სოხუმშიც, ცხინვალშიც და მოსკოვშიც. აი ხომ არსებობს ეს ლობისტური კომპანიები. აი მსგავსი არსებობს ყველგან, ვაშინგტონშიც, ევროპაშიც, რუსეთშიც არსებობს, შეგიძლია დაიქირავო. აფხაზეთში თუ არ არსებობს, თავად შევქმნათ და დავხარჯოთ დიდი ფული, რომ ჯერ ერთი პირველ რიგში ავუხსნათ, არ ვართ ბატონო მტრები. და თუ ჩვენ გვაქვს ბიუჯეტში იმდენი ფული, რომ ერთ წელიწადში მხოლოდ 527 მილიონი ლარი დავხარჯოთ პრემიებში და დანამატებში, მოდი ერთი წელი ეს პრემიები და დანამატები არ აიღოს მთავრობამ. და ეს 527 მილიონი ლარი ძალიან დიდი ფულია, უზარმაზარი, 9 მილიარდზე მეტი. წარმართოს პროპაგანდისთვის, ლობიზმისთვის მთელს მსოფლიოში, რომ ეს თემები იყოს მუდმივად აფხაზეთთან და ცხინვალთან მიმართებაში დღის წესრიგში მთელი მსოფლიოს. მათ შორის რუსეთშიც, მათ შორის სოხუმშიც, მათ შორის ცხინვალშიც. ზარია, გისმენთ? ალო? გამარჯობა, გისმენთ? ალო? ალო? ხო, საკითხთან დაკავშირებით მინდა, ამ საკითხთან დაკავშირებით. დაიწყეთ, გთხოვთ, ეთერში ხართ, გისმენთ? ხო, ამას უპირველესი არის, რა თქმა უნდა, რუსეთთან დალაპარაკება, რუსეთს ძალიან ჭკვიანი და კარგი პრეზიდენტი ყავს და მე მგონი შეიძლება მასთან ლაპარაკი. სხვა დანარჩენი ყველა ღონისძიება როგორ არის უაზროა თითქმის და უშედეგო იქნება, უშედეგო. ქალბატონო, უპირველესი რუსეთთან დალაპარაკება და მაგათთან საკითხის გარკვევა. და დიპლომატიურად გამონახვა რაღაც გზის. კეთილი კითხვა მაქვს თქვენთან, აი როგორ გაიხსენებთ ზუსტად 33 წლის წინ, როდესაც ეს საომარი მოქმედებები დაიწყო, როგორი იყო თქვენში, ხალხში, მაშინ ემოციები, რა განწყობები იყო საერთოდ? როგორ ცხოვრობდით მაშინ ყველანი თქვენ? მე ბავშვი ვიყავი და ვერაფერს ვერ გავიხსენებ, ახლა 3-4 წლის ვიყავი მაშინ.
ეხლა ჩემი აზრით თუ გაინტერესებთ, მაშინაც ასეთი აზრი მქონდა და ახლაც, რომ ეს არ იყო საჭირო ეს ღონისძიება. შენივე ქვეყანაში სადღაც ჯარი შეიყვანო, უკუ რეაქცია მოგვცა და ძალიან ცუდი შედეგი მივიღეთ. და კარგი ამან არაფერი არ მოგვიტანა. იქ თითქოს სამტრედიაში გინდოდა ისითინაში რაღაცა ვაგონების და რაღაცა საქონლის დაცვა ვითომ, მაგრამ ეს იყო არ შევიყვანდით ამ ჯარს, ვთქვათ, არაფერი ცუდი არ მოხდებოდა. ასეთი შედეგი არ გვექნებოდა, ესეთი ცუდი შედეგი არ გვექნებოდა. შეგვეძლო ისევ დიპლომატიით, ისევ სხვანაირად შეგვეძლო ისევ გამოგვასწორებინა მდგომარეობა. ჩემი აზრი ასეთია. მესმის თქვენი აზრი 5-5-7-88-95 რა კეთდება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად დღეს საქართველოში აფხაზეთის ომის დაწყებიდან ზუსტად 33 წელი გავიდა დღეს 14 აგვისტოს ნებისმიერი მაყურებლის თუ რადიომსმენელის ზარი ჩვენთვის მნიშვნელოვანია გისმენთ ეთერში ხართ გამარჯობა გამარჯობათ მოგესალმებით გისმენთ ძალიან მტკივნეული საკითხია აფხაზეთის თემა. საქართველოს და აფხაზეთს შორის ომი არ უნდა დაწყილიყო, ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. შესაძლებელია ჩვენიდანაც იყო რაღაც მიზეზები, მათგანაც იყო რაღაც მიზეზები, მაგრამ თუ კი ეს ტერიტორიები დაბრუნდება, ეხლა უნდა ვინმეს რუსეთს უნდა დამუზახოს და უნდა რაც უნდა ის დამიზახოს. ჯობია რომ აღდგეს რუსეთთან დიპლომატიური კავშირი. ეხლა მე მაგალითად გუშინ ორჯერ გავლიე წნევის დამწევის ამალი იმდენად განვითადე თუ რა კითხავს ერდოღანი. რა პირობა წაუყენა ჩვენ საქართველოს მთავრობას. ეხლა მე ვებგვერდზე წავიკითხე რომ მითხოვს 400,000 თურქის დაბრუნება საქართველოში. ანუ მინიშნება რომლებიც არასოდეს ესენი ქართველებად თავს არ მიიჩნევენ. ესენი არიან ეთნიკურად თურქები. ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა მოვიქცეთ. ჩვენი მთავრობა ამ მთავრობას ამ საქართველოს მეტი სამშობლო სხვაგან არ გააჩნია და მე ვერ დავიჯერებ რომ ასე გულამორეცხილები იყვნენ თავიანთ სამშობლოზე რომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღონ და ჩვენს ხალხმა ძალიან უნდა ვიაზროვნოთ. რა თქმა უნდა, რუსეთთან უნდა აღდგეს დიპლომატიური კავშირი, ნატო უნდა წაიშალოს კონსტიტუციიდან და შემდეგ აფხაზეთთან და ოსეთთან დაკავშირებით უნდა შედგეს საუბარი ამ ქვეყანასთან. ბატონო ილია, მე არ მგონია, რომ ევროპამ და ნატომ ეს ტერიტორიული საკითხი მოაგვაროს. და ეხლა რომ თურქეთს დაუახლოვდნენ, ან თურქეთმა მოაგვაროს ეს საკითხი. ისე არ დავიდეს ჩვენი საქმე, რომ ეს სხვა ტერიტორიებიც არ დაგვეკარგოს. ისტორიულად ესე იყო, ყოველთვის აგლეჯდნენ საქართველოს მიწებს და რაც დაგვრჩა, ეს სისხლით მოპოვებული და ნაწილ-ნაწილ აკიძული. ესეც არ მოგვაშორონდა არ წაიღოს სხვა სახელმწიფოებმა. ძალიან ცუდი მდგომარეობაა საქართველოში. მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის. რა კეთდება სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობების აღსადგენად, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად? ბოლო 13 წლის განმავლობაში მაგალითად რაც ქართული ოცნებაა. უფრო ადრე სააკაშვილის 9 წლის განმავლობაში რა გაკეთდა? რა გაკეთდა კი არა და იქ უფრო მძიმე რაღაც მოხდა. დამატებით კოდორი და ახალგორი ორი რაიონი დავკარგეთ ჩვენ. უფრო და უფრო ყოველ წელს რაღაც უარესდება. იქ ცხინვალთან მიდის დამატებით კიდევ სხვა ტერიტორიების მითვისება და შემოღობა და ბორდერიზაციას რომ უწოდებენ ეს პროცესი ყოველდღიურად. იქ დავით გარეჯი წაგვართვეს. აქ სოხუმთან მიმართებაში არაფერს არ ვაკეთებთ. არ ვიცი, შესაბამის სამსახურები რომ მუშაობენ, ალბათ რაღაცა შვებიან. კი, დარწმუნებული ვარ შვებიან და რაც ხელეწიფებად რა ბერკეტიც აქვთ. იმ წირი შესაძლებლობებით ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ სახელმწიფო დონეზე ეს პირველი თემაა. ეს ყველაზე მთავარი უნდა იყოს. ამით უნდა იწყებოდეს და თავდებოდეს დღე. სამსახურში რომ მიდის მინისტრი, სამსახურში რომ მიდის პრემიერ-მინისტრი,
პარლამენტარი რომ პარლამენტში მიდის, ეს უნდა იყოს პირველი თემა. და მერე შემდეგ დანარჩენი სხვა. ადამ არშანია წლების განმავლობაში ამაზე საუბრობდა პარლამენტიდან და მოუწოდებდა დეპუტატებს, რომ ამით იწყებოდეს უნდა ქვეყნის ცხოვრება პოლიტიკური. ზარია, გისმენთ? ილია შუადღე მშვიდობის საშუალო. გამარჯობა. ეხლა არ ვაპირებდი დარეკვას მათი ამ ეთერში ეხლა, მაგრამ სიტუაცია მიდიდგა რომ დამიეკა. მესმის. აი ეს რა ქვია, ეხლა ჩემთვინა გამოსული რომ ამბობდა რომ ნაწილ გვაწვიანო, თურქეთმა არ გვაცალოს მიწერიო. დიდი ხანია თვალი უჭირავს თურქეთს აჭარაზე. ხო და ჩვენმა მთავრობამო უეზე გამოიფრიკოსო. ჩვენი მთავრობისთვის სამშობლო არის ნაკუთი. ხო და ნაკუთისთვის ეხლა თავზადებენ და თუ გაშიდებათ ისე კარგად გაიქცევიან, ერთგან აქვს დახლები, ცხოვრება, გონება და ამათთვის სამშობლო და საქართველო ასე ხედავთ თუ არაფრად მიაჩნიათ. ჩვენ ასე ხედავთ მოსახლეობა. ეს ერთი. მეორე შილო რუსეთის საკითხზე იყო ლაპარაკი აფხაზეთის დაბრუნებაზე. აფხაზეთის დაბრუნება დიპლომატია გამოვაცა ლაპარაკობს და აქ არაფერი პუტინთან. მაშინ დაგიბრუნებს ტერიტორიებზე ბევრჯერ აქვს ისინი ეთერი თუ ჩაბარდები რუსებს. რუსეთი რა გვინდა რომ ჩავბარდეთ ჩვილო? რისი ლაპარაკი, რა დიპლომატია პუტინთან არაფერი არ გაჭრის და ეს ხო თქვენ ჩემზე კარგად იცით და რა გვინდა ეხლა ესეთი საუბარი რომ დიპლომატიურად აღდგება. ეს არის ტყუილები შვილო. ტყუილი და კიდევ ტყუილი. მადლობა მოსმენისთვის. მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის. ყოველ შემთხვევაში მცდელობები უნდა ჩანდეს. ყოველდღიურად რაღაც უნდა კეთდებოდეს. და ეს უნდა იყოს მიზანი და მიზეზი. მიზანი უпростоრად ყველასი. მაგრამ სამწუხაროდ დღითი დღე უფრო და უფრო მეტად ხდება ამ თემის გადატანა სხვა უკანა ადგილებზე. სოხუმში და ცხინვალში საერთოდ ქართველ ოკუპანტზე გამარჯვების დღეს ზეიმობენ, უფრო და უფრო მეტად სძულთ ქართველი, უფრო და უფრო მეტად არ სურთ ქართველთან ერთად ცხოვრება. განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაშია ეს სიზღი, იმიტომ რომ ისეთი პროპაგანდით იზრდებიან, რომ აი ქართველის დანახვაც კი ზარავთ. და ამ დროს ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა, მაგალითად გალის რაიონში ცხოვრობს როგორც მეორე ხარისხოვანი ადამიანი. ხმის უფლება მათ არ გააჩნიათ. არ გააჩნიათ არანაირი უფლება. თავდახილებმა უნდა იარონ პრაქტიკულად და იყონ აი ასეთ მძიმე მდგომარეობაში. ზარია გისმენთ? ალო. გამარჯობა, მოგესალმებით. გისმენთ, ეთერში ხართ? კარგი, და არ ესმის როგორც ჩანს ბატონს ჩვენი ხმა, ხელახლა დარეკეთ და ტელევიზორს ხმა გამოურთეთ. ძალიან გთხოვთ და მაშინვე დაიწყეთ როგორც კი მოგესალმებით. 5-5-7-88-45-88 აფხაზეთის ომის დაწყებიდან 33 წელი გავიდა. რა კეთდება, რა არ კეთდება, ანუ რა უნდა კეთდებოდეს იმისთვის რომ ჩვენ სოხუმთან და ცხინვალთან შევძლოთ ურთიერთობების აღდგენა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ამავდროულად. რაში ხედავთ გამოსავალს? თქვენი აზრით რა არის აქ ყველაზე მთავარი ნაბიჯები, რაც უნდა გადადგას ჩვენმა სახელმწიფომ ამ მიზნით? 5-5-7-88-55-88 მორიგი ზარია. გისმენთ? ხო, ბატონო, უსწრებდა ამ გადმოცემას უსწრებდა და რამდენი საუნდა ილაპარაკოს. აგან არაფერი გამოა. მიიღო თავრობა რაიმე ხედველობაში ამათი ყურადღება. ესენი ძალიან კაი ხალხია, ძალიან პატრიოტი ხალხია. მაგრამ ერთი რამე იგულისხმო რომ ამ თავრობის გადაგდება იარაღის გარეშე არ მოხდება. ეს გამძლეარია და ფულზე ვიქნობა. მე ვერ ვფიქრობ, ხალხი ფერებზე კიდია. ფული, всё დამტანდა. всё, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს თქვენთან თუ შეიძლება. დიახ. აი 33 წლის წინ, როდესაც აფხაზეთის ომი იწყებოდა. კი, ბატონო. როგორ გაიხსენებთ ამ პერიოდს?
ბატონო გეუსელი ვიდა 85 წლის ვარ მე და მე წასლავიდო და მე აღდგენის სამუშაოზე მანამდე არ მიწევდა და აღდგენის სამუშაოზე მივიდიოდი ერთბარია და მე აღარ დავდა მე ელექტრიკი ვარ და ხაზები იქნება სადირი და ფიქრობდი წასვლა ბრიგადა უნდა დაგვეღანა მე რა უნდა მეკნა მე როცა სამაშაბლოში მოვი განცხადება დავწერე კიდე წავალმეთი მოხუცი ხალო მithles მithles რა მეკნა მეტი აი კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან. როდესაც სოხუმში მიმდინარეობდა აფხაზეთში მოკლედ ომი და ქართველი ბიჭები იქ იღუპებოდნენ. ამ დროს თბილისში როგორი იყო ცხოვრება? ჩვეული რიტმით ცხოვრობდა თბილისი თუ მე როგორი იყო და ქეიფობდნენ ასე იცი და მე სოფელში ვცხოვრობ ბატონო რა ვიცი მე საცხოვრობთ უკაცრავად? ქეიფობდა კი იცი. ის რომ ჩამოასვენეს მიწვადებული იგი და თბილისში რესტორნში ადგილი არ იყო ეს მოგან აგონი მე. საიდან ეკავთ ქარხანმოურე ბატონთა მოვიდა რაღაცა ხალხი ვენასაც არაფერი აბა ლაპარაკიდან არ გამოვა პატარა შეტევა თორგაჭი არაფერი არ გამოვა මොකද დამტარვია იქნება ლაპარაკი იქნება აღარ ვიდა აღარ წინა ბუსინა ასე რა ილია კაიბიჭია ქარხანმოურავი იქა ვერფია ლომია გარსი კარგი ბიჭები არაფერი არ გამოვა მათი ლაპარაკით არაფერი არ გამოვა ტყუია მათი ლაპარაკით აბა ფული წეიო დავდაბა კეთილი პატრიოტთა ალიანსი იმ ოპოზიციას არ მიეკუთვნება რომ ახლა მოუწოდოს საზოგადოებას რომ შევიჭრათ სადმე და ძალის გამოყენებით დავიკავოთ სახელმწიფო სტრუქტურები ამას არ იზამს პატრიოტთა ალიანსი არასდროს და არც ქართველი ხალხის მოთხოვნა არ არის აგრესიული და ძალადობრივი პოლიტიკა და ეს პარტია მშვიდობიანად, სამართლიანად იბრძვის და მოქმედებს რა შესაძლებლობებიც აქვს და საუბრით გამოდის ყველაფერი დამიჯერეთ ადრე თუ გვიან გამოდის ბრძოლა ხანდახან გრძელდება ისე რომ იწელება მაგრამ დასასრული ყოველთვის კეთილი აქვს როდესაც გული არ გაქვს ცუდი და კეთილი და სუფთა ხელებით იბრძვი. ზარია ეთერში გისმენთ? მოგესალმებით, თქვენ ეთერში ხართ. მოგესალმებით ბატონო ინია მოგესალმებით, ჩემო ბატონო. დიახ, გისმენთ. დაიწყეთ, გთხოვთ. ამის სიკით რა ხალხი დაგავშირდა. ჩვენ და ძალიან მოგეწონა მისი საუბარი. ძალიან უმორჩილესად გთხოვთ ტელევიზორის ხმა გამორთეთ და ტელეფონში მესაუბრეთ. თქვენ ახლა ეთერში ხართ და დროს ვკარგავთ ამ ტელევიზორის მიზეზით. კარგი გამორთეთ გთხოვთ ხმა ტელევიზორის აბსოლუტურად ბოლომდე და ტელეფონში დაიწყეთ. რუსეთთან თქვენ შეგითხოვთ იქ ფასო როგორი იყო აი აფხაზეთის ომამდიდან დიახ. მან ნაში რუსეთთან როგორ დამოკიდე? დიახ. ესმითია. კი, მესმის, განაგრძეთ. ხო. ძალიან ესა რუსეთთან ჩვენ უნდა ქონდეს კარგი კავშირი. როგორც ქონდა ადრე საბჭოთა კავშირის დროს. ნებისმიერ კუთხეში ვარ რუსეთში დავყო. 13 წლის კაცია. არამე აგერჩოდა არაფერს. სოხუმს და ცხინვალს რა ვუყოთ? თქვენ როგორ ფიქრობთ? შემდეგ ესა მაის მოხდა პოლიტიკოსების შეცდომა რა იყო ეს ვიდან გამსახურდია თუ და დაიწყო რუსეთთან შეიძლება მიუწესო. მოხდა დავკარგეთ. მამაკაცი საუბრობდა რომ რა ძალა და ჩვენ არაფერი ძალა არ გაგვაჩნია. რუსეთთან ხოнд მოლაპარაკებით რაღაც მაგრამ აი ესეთი ზიზღია თქვენ აღნიშნეთ მაგის ახალგაზრდებს და მართლა ეზიდება ქართველები და ამას ალბათ საუკუნეები დაჭირდება რომ მას შთააგონონ რომ ჩვენ ისევ კარგად უკუთრებთ. დიახ. დავით აღშენებია საუბარი ისეთ ემოციებშია. მადლობა თქვენ მესმის ემოციები ამ თემასთან ახლავს აუცილებლად 5-5-7-88 აფხაზეთის ომის დაწყებიდან 33 წელი გავიდა 14 აგვისტოს საქართველოს
ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ძალები რკინიგზის დაცვის მიზნით შევიდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე, რასაც უკვე საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა. ზარია ეთერში რა კეთდება და რა უნდა გაკეთდეს დამატებით სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობების აღსადგენად? ალო. გამარჯობა, გისმენთ. თქვენ თქვით რომ აფხაზეთში მიდიოდა მაშინ თბილისში იყო დიახ, მე არ მithქვამს ეს მაყურებელმა თქვა, მე კითხვა დავსვი. მაინტერესებს თქვენ რას გვიპასუხებთ ამაზე? რა თქმა უნდა, იმ დროს ქვეყანა უნდა გადასულიყო საომარ რეჟიმზე. დიახ. ეს იყო ძალიან გულსატკენი, ჩვენ ყველა ქართველები უყურებდით ამ ამბავს, იქით რომ მივიდიოდა კეთბარნაიმი და გასფანდური ესე არ შეიძლება. რაც შეეხება სიტუაციის დალაგებას, აგერ 30 წლიანი დაპირისპირების შემდეგ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის თითქმის დალაგდა სიტუაცია. დიახ. ეს დრო უნდა მოიტანოს. ანალოგიური სიტუაცია იყო გერმანიასა და საბჭოთა კავშირის შორის დაპირისპირებაზე, მაგრამ კედელი დაინგრა. ყველაფერს დრო უნდა. ჩვენ უცებ გვიყვა ყველაფერი და უცებ არ დაგება ყველაფერი. თავობა უნდა შეიცვალოს ალბათ. დიახ. მადლობა თქვენ ზარისთვის. კი ბატონო, მესმის თქვენ საუბარში არის ლოგიკა, რომ დრო სჭირდება ყველაფერს და შესაბამისი მოცემულობა, მაგრამ ჩემი აზრით ეს მდგომარეობა არის იმდენად რთული, რომ ყოველი დაკარგული წუთი და დღე არის უარესობისკენ გადადგმული ნაბიჯი ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ ვიმეორებ, იზრდება ახალგაზრდა თაობა სოხუმში და ცხინვალში, რომელსაც ყოველდღე უფრო მეტად სძულს ქართველი, ამბობენ რომ ქართველი ოკუპანტია და ჩვენზე გამარჯვების დღე აქვთ და ამას ზეიმობენ ყოველწლიურად. თუ მივიღეთ ის მოცემულობა, რომ ამ ხალხს ჩვენთან ცხოვრება აღარ მოუნდებათ, აღარას დროს და საერთოდ იტყვიან რომ აი მირჩევნია მოვკვდე ვიდრე ქართველთან ერთად ერთ სახელმწიფოში ვიცხოვრო, აქ უკვე მე შემდეგ აღარ რჩება არანაირი მშვიდობიანი გზები სამწუხაროდ და ეს ტრაგედიაა. აი ეს მოცემულობა თუ დადგება საბოლოოდ ტრაგედია იქნება. ზარია, გისმენთ? გამარჯობა. ისი ბატონია. ამდენი ლაპარაკი. 10 წელიწადია ლაპარაკობ ტელევიზორში გამოდი და ასე უნდა ვთქვათ, ისე უნდა. თქვენ პატრიოტ ალიანსი თუ ოპოზიციური პარტია არის. უნდა გაერთიადეთ ოპოზიციის აი მაინტერესებს აფხაზეთის ომთან დაკავშირებით ვსაუბრობთ და რა კეთდება თქვენი აზრით იმისთვის რომ დავიბრუნოთ სოხუმი და ცხინვალი? არაფერი არ კეთდება. ესა წყლის ნახვა. ამდენი ლაპარაკი, ყვილი ლაპარაკი, არაფერი არ გამ. საერთოდ გამოსავალსაც ვერ ხედავთ ვერაფერში, ხელი ჩავიქნიოთ, აღარ ვისაუბროთ და წავიდეთ სახლში ყველანი. რას მიიღებთ ამ ლაპარაკიდან? 10 წელიწად ვისაუბრებთ, ამაზე ვიქნებით ასე კიდე. და თქვენ რომ რეკავთ ახლა ეთერში, იქნებ ეს დრო არ დაგეხარჯათ აქ დასარეკად და სხვისთვის დაგეთმოთ. ვისაც გაზიარება უნდა დანარჩენი საქართველოსთვის, თავისი სათქმელი. ბატონო, დაჯექი და ილაპარაკე და გაისა, დაგირეკავ. დაგირეკავ, თქვენ ასე ისე. იცით რა, მე ძალიან გთხოვ, თქვენ ნუღას დროს უღარ დაგვირეკავთ. ნუღარას დროს უღარ დაგვირეკავთ ამას. ოპოზიციურად მეიქეცით. ვარა, ტრიანი ოცნების გარშემო ხარი შაკეტილია და არ შეგიშოთ. დიდი მადლობა თქვენ. მე გირჩევდით ბატონო რომ ნუღარას დროს ნუღარ დარეკავთ ამ ეთერში, ვინაიდან აზრს ვერ ხედავთ საერთოდ ტელევიზიების ფუნქციონირებაში, ადამიანების მიერ გამოსავალზე საუბარში აზრს ვერ ხედავთ და საერთოდ ვერაფერში აზრს ვერ ხედავთ და მაშინ ნუ დარეკავთ აქ, მოდით სხვას დაუთმეთ, ვინც აზრს ხედავთ რომ ერთმანეთს სათქმელი გავუზიაროთ, ინფორმაცია მივაწოდოთ და გამოსავალზე ვიმსჯელოთ, იმ ხალხს დაგვითმეთ ესეთ ერთ და თქვენ ნუღარ შეწუხდებით, ნურც ჩვენი მოსმენით და ნურც ჩვენს ეთერში დარეკვით. დიდი პატივისცემით გეუბნებით ამას. მორიგი ზარია, გისმენთ? გამარჯობა ილია. გამარჯობა ჩემო ბატონო. როგორ განდებით? არა მიშავს, მადლობთ. მოეთმა კარგად გამყოფოს და უფლის გავა. თქვენც ასევე. მე რამიდან თქვა ისე ძალიან კაი საკითხია. არავის არის ადამიანის უფლებები. არაფერი ჩვენ არ გაგვაჩნია. რატო იცი?
აი მეტეს ერთი დღე ეს საკითხი გადაჭრას ცხერმა ტელევიზიამ აი დიდგორობაზე რო ჩავლენით ჩვენი თავრობა და სამართლო საქმეს აკეთებენ გამოდის მოდის მოგიხდით ერთი კაი რა გითხარ უყურეთ აქ მიამიდის საავადმყოფოში როწევს ეს ნაციონალ ყოფილი პრეზიდენტი მაგარ გაათურქა აჭარა კინახა 40,000 სულხელა ეხლა უყურეთ ერდოღანი მოსწევს ლაპარაკოსო ჩემი სამშობლოა ხულოდან დაწყებული გურიის ნაწილი სამცხე ჯავახეთი და თურქი მესხები შემოყვანა რაზე უნდა განა იმას იცახის რომ ყოფილი თქვენ ტერიტორიაზე ჩაასახლო ჩვენ ტერიტორიაზე ეს ყოფილმა ბილიმას განაცხადა ადრე უყურე ეგ მხარის ათვისებაზეა გათურქებაზეა ლაპარაკი გამიგე თუ იმას არ ადარგებს თურქი მესხების ამბავი აქ არის სხვა რამეზე და ეს ჩვენი ბლოგერები რაღაცა შტერობას უწევენ და შტერობათა ლაპარაკობენ ილაპარაკონ ეგ რაც ის კაცი არ ამალავს პირდაპირ ოკუპაციას გუცხადებს რომელიც მოსწავლეა რომელმაც გახლიჩა შუაზე ის კონსული რომ არის და არავით არის ევროპელები ხმას არიღებენ არავით არის ინგლისელები იმენა საქართველოს შეჭმაზე არიან გამიგე აქედან სომხეთის ძილოს იმას კი არა ლაპარაკობენ რომ აი თქვენ აზერბაიჯანს ვიერთებთ და თქვენ ერეთიბაის დაიბრუნეთ უკან არა დაპატარავებაზეა ილია გამიგეთ მიშილო ამაზე მიდის ბატო საუბარი და ამასაც ძინავთ უნდა მოხვიდეთ თქვენ სათავეში და თქვენელი პარტიები მადლობა თქვენ ზარისთვის 5-5-7-85-58 აფხაზეთის ომის დაწყებიდან გავიდა 33 წელი. რა სიტყვით დღეს რა კეთდება იმისთვის რომ ჩატეხილი ხიდები აღდგეს სოხუმთან, შემდეგ ცხინვალთან, დავით გარეჯის ტერიტორიის დაბრუნების მიზნით გადაიდგას რაიმე ნაბიჯები. რა გაკეთდა ბოლო 13 წლის განმავლობაში? ახლა ქართული ოცნება და მათი საქმიანობა შევაფასოთ. თუმცა კარგად გვახსოვს უფრო ადრე სააკაშვილის 9 წლის განმავლობაში რა გაფუჭდა და რა საშინელება დატრიალდა. ორი დიდი რაიონი, სოხუმი, კოდორი და ახალგორი დაკარგა საქართველომ. სწორედ სააკაშვილის ქმედებების შედეგად. და სხვათა შორის დავით გარეჯის გაყიდვაც სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაიწყო და გაგრძელდა ქართული ოცნების პერიოდში. 33 წლის თავზე რაში ხედავთ გამოსავალს აფხაზეთის ომის დაწყებიდან 33 წლის თავზე რა უნდა გაკეთდეს, რა კეთდება დღეს თქვენი შეხედულებით? ჩვენ არ ვაკრიტიკებთ არც აფხაზეთის მთავრობას, არ ვაკრიტიკებთ ამ შემთხვევაში არც სპეციალურ სამინისტროს შერიგების სამინისტრო რომ ქვია. მეც გეუბნებით, ჩვენ ვისურვებდით რომ მათ კონდეთ დიდი ბერკეტები, დიდი შესაძლებლობები იმისთვის რომ გააკეთონ მეტი. რაც დღეს შეუძლიათ ალბათ აკეთებენ. მე ახლა ექსპერტი არ ვარ ამ დარგში და ზუსტად ვერ გეტყვით რა კეთდება მათი მხრიდან. მაგრამ განცდა მაქვს რომ მაინც მონდომებული არიან და რაღაცის გაკეთება უნდათ. ბევრს ვიცნობ ამ უწყებებში და ვიცი რომ გულწრფელი ხალხი მუშაობს. და არ არიან ისეთი პიროვნებები, ვინც ცუდს გაუკეთებენ სამშობლოს და მიზნით პოზიტიურ ნაბიჯებს არ გადადგამენ. მომწონს ის რომ მაგალითად აფხაზეთიდან ჩამოსულ ადამიანებს უფასოდ მკურნალობენ. აქვე ის არ მომწონს რომ საქართველოში ქართველს მკურნალობა არ შეუძლია უფასოდ თუ კი აფხაზისთვის შეიძლება, ქართველისთვის რატომ არ შეიძლება და აქვე იმასაც ვეტყვი რომ გენეტიკური ტესტის მიხედვით აფხაზების უმეტესობა აბსოლუტურად იგივე გენეტიკის მატარებელია რაც ქართველი. ეს ერთი და იგივე ერებია პრაქტიკულად. სარია, გისმენთ? გამარჯობა ბატონო ილია. გაგიმარჯოთ ჩემო ბატონო, გისმენთ ყურადღებით. აფხაზეთში 1987 წელს კარგად დაუკვირდით. 1987 წელს ვიყავით ჩასულები. მაღაზიაში შევედით ქართულად დავილაპარაკეთ და მაშინდე მოგვაძახეთ საბაჩი იაზიკ ძაღლური ენაო. რუსულად საბაჩი იაზიკ ქართულად ვიქავს ძაღლური ენაო. ძალიან ძნელია. არ უნდა სამხავს ჩვენთან ერთად ცხოვრება. ძალიან ძნელია, მაგრამ განებებაც არ შეიძლება.
რაღაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს და შერიგებისკენ ნაბიჯები უნდა გადაიდგეს. ისე ძალიან ვეზიწყებთ. სიკეთე მოგწეთ ღმერთმა, კარგად გზარდებოდეთ. მადლობა თქვენ ზარისთვის. სწორედ ამიტომ ვფიქრობ მე რომ დიდი ფინანსები უნდა დაიხარჯოს პროპაგანდისთვის, ლობიზმისთვის, როგორც სოხუმში, ცხინვალში, მოსკოვში, ვაშინგტონში, ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ბრიუსელში, ყველა დიდ ქალაქში მსოფლიოს. განსაკუთრებით სოხუმში, ცხინვალში და მოსკოვში. და იქ უნდა ავხსნათ რომ ეს ჩვენი ტერიტორიებია, არ ვართ მათი მტრები. ისიც უნდა ავხსნათ რომ გენეტიკური კვლევების მიხედვით ერთიერი ვართ თითქმის უმეტესწილად. რომ ეს ჩვენი ძირძველი მიწაწყალია, ზარია ეთერში გისმენთ? ობიექტივია ეთერში ხართ, გისმენთ? დიახ. ძველი გერმანია ხონდა ქართული. კი ბატონო. შეჩული ჭირიგეჭიოს შეუშვეთი ხინსაო. დიახ. რას გულისხმობთ? ისევა. ვინ გირჩევნიათ ისე? რუსები გირჩევენ ამერიკას. სოხუმი და ცხინვალი როგორ დავიბრუნოთ? მაგით დამტული. რუსეთთან ურთიერთობით? კი, გაუჩინებელი. გავიგე მესმის. გასაგებია თქვენი შეფასება, თქვენი შეხედულება. რუსეთთან დიალოგი და მოლაპარაკება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით საჭიროა, გეთანხმებით. თუ კი ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდება, შემდეგ უკვე დიპლომატიური ურთიერთობების განახლებაც შეიძლება. რატომაც არა? ჩვენი მთავარი პრეტენზიები დღეს სწორედ სოხუმი და ცხინვალია რუსეთთან. და დანარჩენი სხვა შემდეგ. დანარჩენ სხვას ყველაფერს ავიტანთ, ვთქვათ, მაგრამ სოხუმი და ცხინვალი რომ ჩვენ აქამდე დიდი ხნის დაბრუნებული გვექნებოდა, ფაქტია, თუ არა რუსეთის ფაქტორი. მოგესალმებით, გამარჯობა. გამარჯობა ბატონელე. დიახ. რაიცი, ვერადროს ვერ უგებდა ერი ომს ქართველი. დიახ. თუ შიგნით არ გავდა გამყიდვა. დიახ. ამიტომ ჩვენ ვერადროს ვერ მოუგებთ. აი, კიდე მთავრობა იყოს. ვინც არ უნდა იყოს, თუ ჩვენ ჰუმანურად მოვექცევით იმას. შეიძლება გამსახურდია ქართული გული ქონდა. იმიტომ იქცეოდა ჰუმანურად, მაგრამ დავით აღმაშენებელი ქართველი იყო. ის ხისი აგებდა მტერს. სხვანაირად არ გამოვა. არ დაგვიტმობს ეს მთავრობა. ხო ხედავ, შემოგვესია, გარშემო ტაქსით მოყვებოდა, ტაქსით არაფი, უკან იჯდა. გადმოიწია და ქართველ ტაქსის ეუბნება რომ თბილისი მალე ჩვენი იქნება. გადმოიყვანა ამ ტაქსით და გახეთ კაცე. მოვიდა პოლიცია და ესე იყო და დამიჭირეთო უთხრა ტაქსის. მოგიდე ხელი არ აქვს და დეპორტი გაუკეთე. არ შეიძლება ასე ჰუმანურობა თლად კი მეც ჰუმანური გული და მეც შემიძლია რა ვიცი ადამიანს სიადადად გავეფინო მაგრამ არ შეიძლება სხვანაირად თავრობა გვინდა ჩვენцо. დიახ. მადლობა თემო ბატონო. დროა მოგვეწურა უბრალოდ და ამიტომ უნდა დავასრულოთ საუბარი. ილია ჩაჩიბაია უძღვებოდი დღევანდელ ეთერს. ინტერაქტივის თემა იყო აფხაზეთის ომი, რომლის დაწყებიდანაც 33 წელი გავიდა. ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ეს თემა. საერთოდ ეთერი გამოვიდა საკმაოდ მძიმე დღევანდელი. მადლობა ყველას, ვინც გვიყურეთ, გვისმინეთ და დაგვირეკეთ. ნახვამდის.